სამწერტილი 4 მილიარდი დოლარი თქვენი გადასახადებიდან ახლა არის დამწვარი, დამახინჯებული მეტალის გროვა. Jeff Bezos-ი და Blue Origin-ი უნდა ყოფილიყვნენ Elon Musk-ის უსაფრთხო ალტერნატივა. ახლა კი ისინი Artemis-ის პროგრამისთვის ერთადერთ მარტივ მარცხის წყაროდ იქცნენ. Bezos-ის ამბიციამ ფაქტობრივად შეაჩერა NASA-ს გზა მთვარეზე დაბრუნებისკენ მინიმუმ 2028 წლამდე. მაგრამ აფეთქება რეალური პრობლემა არ იყო. 2026 წლის 11 აპრილს მთელი მსოფლიო უყურებდა, როგორ დაასრულა Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარის გარშემო ფრენა და დაბრუნდა დედამიწაზე. საზოგადოება სუნთქვა შეკრული ელოდა, სანამ ყველა 4 ეკიპაჟის წევრი უსაფრთხოდ გამოვიდოდა კოსმოსური ხომალდიდან. ASHS-ის კოსმოსური პროგრამა დაბრუნდა და ახლა ხალხი კვლავ ვარსკვლავებისკენ იყურებოდა. მთვარე ახლა მისაღწევ მიზნად იქცა. სულ 2 თვის შემდეგ კი ეს მიზანი კვამლად იქცა. პირდაპირ მნიშვნელობით Artemis 3 ერთდროს პროგრამისთვის შემდეგ დიდ ნაბიჯად ითვლებოდა. ეხლა ის დაქვეითდა ადამიანის დამშვების სისტემის სატესტო რეჟიმად, SpaceX-ისა და Blue Origin-ის სატესტო ფრენებთან ერთად. ყურადღება გამახვილდება ორბიტაზე შეხვედრისა და დოკირების ტექნოლოგიის დამტკიცებაზე, რათა ასტრონავტები უსაფრთხოდ იყვნენ, ასევე მთვარის ზედაპირისთვის განკუთვნილი ახალი სკაფანდრის საველე გამოცდაზე. ეს ძალიან გავს Apollo 9-ს 1960-იან წლებში, რომელიც მთვარეზე დაშვებამდე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო მისია იყო. მაგრამ განსხვავებით Apollo 9-ისგან, ჯერ კიდევ არ არსებობს ზუსტი ვადები თუ რა იქნება შემდეგი. და ეს ყველაფერი ერთი კაცის დამსახურებაა. Jeff Bezos-ის Blue Origin-ი იყო კერძო კოსმოსური ფლენების ერთ-ერთი პირველი პიონერი, რომელიც დაარსდა 2000 წელს, როცა NASA-ს დომინირება თანდათან იქლებდა. Bezos-მა დაინახა შესაძლებლობა და თავისი კომპანია კოსმოსური მოგზაურობის შემდეგი ეპოქისთვის მოამზადა. თუმცა პირველ 5 წელიწადში კომპანიას ძალიან ცოტა აქტივობა ჰქონდა. მაგრამ 2006 წელს კომპანიამ ტეხასის გაშვების მოედნიდან თავისი პირველი სატესტო აპარატი გაუშვა, რომელმაც 285 ფუტის სიმაღლეს მიაღწია. Blue Origin ძირითადად კოსმოსური ტურიზმით გახდა ცნობილი, რადგან ცნობილ ადამიანებსა და ბიზნესმენებს სუბორბიტალურ ფრენებს თავაზობდა საკმაოდ ძვირი ბილეთების ფასად. კრიტიკოსები ხუმრობდნენ, რომ ეს კოსმოსური ფრენა კი არ იყო, არამედ უბრალოდ შელამაზებული ატრაქციონის ჩამოსაშვები კოშკი. მაგრამ დაცინვის მიღმა კომპანია სერიოზულ ტექნიკას ქმნიდა, რომელსაც პრაქტიკულად შეუზღუდავი დაფინანსება Jeff Bezos-ისგან ჰქონდა. მალე მთავრობამ Artemis 5-ის მთვარის დასაშვები აპარატისთვის 3.4 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გასცა. ეს ხომალდი იქნებოდა პირველი ადამიანით დაკომპლექტებული მისია, რომელიც მთვარეზე დაეშვებოდა 1970-იანი წლების შემდეგ. ეს დამსყებისთვის შთამბეჭდავი კონტრაქტი იყო, მაგრამ შეძლებდა კი შესრულებას. იმ დროისთვის, როდესაც მთავრობამ კონტრაქტი გასცა, Blue Origin-ს არც ერთი წარმატებული ორბიტალური მისია არ ჰქონდა. მაგრამ 2025 წლის იანვარში კომპანიამ თავისი პირველი წარმატებული გაშვება განახორციელა. იმავე წლის ნოემბერში კიდევ ერთი მისია შედგა, ამჯერად უპილოტო NASA-ს ტვირთით. ყველაფერი სწორად ვითარდებოდა და NASA მზად იყო კიდევ უფრო გაეღრმავებინა ინვესტიცია კომპანიაში. Bezos-ი სტაბილურ და სანდო არჩევანად ჩანდა, მაგრამ NASA-მ შეიძლება თავი კუთხეში მოიმწყდა. სააგენტომ სერიოზული ინვესტიცია ჩადო Blue Origin-ში და მის New Glenn-ის პროტოტიპში. თუ მას წინაღობა შეხვდება, იგივე დაემართება NASA-საც. 2026 წლის მაისში ყველანი შიშით უყურებდნენ, როგორ აფეთქდა New Glenn-ის რაკეტა გაშვების მოედანზე, Cape Canaveral-ის სპეციალურ კომპლექსში. მან არა მხოლოდ გაანადგურა თვითონ რაკეტა, არამედ სერიოზულად დააზიანა Blue Origin-ის ერთადერთი მოქმედი გაშვების მოედანი ამ ტიპის რაკეტისთვის. რაკეტა აღარ იყო და მასთან ერთად გაქრავადებიც. ტრაგიკული შეცდომა თუ რაღაც მეტი, რადგან ეს უბრალოდ შემთხვევითი ავარია არ ყოფილა. კატასტროფა დიდი ხანი მწიფდებოდა. Blue Origin-ი, როგორც ყველა აეროკოსმოსური კომპანია, საიდუმლოების ბურუსია გახვეული. თუ ის ახალ ამბებში ხვდება და ეს დაგეგმილი გაშვება არ არის, ალბათ ცუდი ამბავია. გარდა ამისა, რადგან ეს კერძო კომპანია, გამჭვირვალობა ნაკლებია, ვიდრე NASA-ს დიდების დროებში იყო. როგორც უმეტესობამ იცოდა, რაკეტის განვითარების პროცესი 2026 წლის დასაწყისში კარგად მიდიოდა Artemis 2-ის წარმატების ფონზე. პირველი პრობლემის ნიშანი 2026 წლის აპრილში გამოჩნდა. რაღაცა უჩვეულო გამოჩნდა Blue Origin-ის ორ-CAD ობიექტზე, მერეთის კუნძულზე. დრონის კადრებმა აჩვენა სერიოზული სახურავის დაზიანება ვერტიკალურ საცდელ შენობაზე, რომელიც გამოიყენებოდა რაკეტული სისტემებისთვის და ავზების გასაწმენდად. ვიდეო სწრაფად გააბრძვლა ინტერნეტში და მალევე მთავრობამ ჩაერია და დროებით შეაჩერა ოპერაციები. ამას სერიოზულ დაბრძოლებად არ მოიხსენიებდნენ, მაგრამ ხალხმა დაიწყო კითხვა, კიდევ რა ხდებოდა იქ. პასუხს მალე მიიღებდნენ. ცეცხლოვან ალში. 2026 წლის აპრილში FAA-მ დაიწყო გამოძიება კომპანიის მიერ დადგენილი მაჩვენებლების შეუსრულებლობის გამო. ბოლო საცდელი გაშვება ვერ მოხდა მიზნობრივ ორბიტაზე, მას შემდეგ რაც მეორე საფეხურს დაეჯახა. ამან სერიოზული კითხვები გააჩინა იმის შესახებ, მზად იყო თუ არა New Glenn-ის რაკეტა ამ საქმისთვის. მოულოდნელად Bezos-ის საამაყო პროექტი სერიოზული წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რომ დაემტკიცებინა შეეძლო თუ არა კიდევ ერთი მაღალი ვისკის მისიის შესრულება. მოიჩქარეს თუ არა ისინი. როგორც არ უნდა იყოს, მალე კატასტროფა მოხდა. 28 მაისს New Glenn-ის რაკეტა პირველი საფეხურის მესამე ამაჩქარებელს ცდიდა.
ძრავების სტატიკური ტესტი ერთ-ერთი იყო მრავალი სანდოობის ტესტიდან, რომელიც მიზნად ისახავდა რაკეტისთვის იმგვარი ექსტრემალური წნეხის შექმნას, რასაც ის გაშვებისას იგრძნობს. ამ ტესტმა გამოკვეთა დამანგრეველი სისუსტე. ბუსტერი აფეთქდა, რის შედეგადაც შეიქმნა ის, რასაც უწოდეს ყველაზე ძლიერი რაკეტის აფეთქება. მას შემდეგ, რაც საბჭოთა N1 რაკეტა აფეთქდა 1979 წელს. ამან არა მხოლოდ ბუსტერი გაანადგურა, არამედ მთლიანად რაკეტაც. გაანადგურა პირველი საფეხური და გამოიწვია ჯაჭვური რეაქცია, რომელმაც მეორე საფეხურიც გაანადგურა. პლატფორმაც თან წაიღო. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან მთლიანად გაანადგურა გაშვების კომპლექსი 36, რომელიც სპეციალურად Blue Origin-ის New Glenn-ის გაშვებისთვის იყო განკუთვნილი. სწრაფი რეაგირების წყალობით ადგილზე არავინ დაშავებულა ან დაღუპულა, მაგრამ ეს რაკეტისთვის დიდი უკუსლა იყო. შეიძლება მთლიანად კოსმოსური პროგრამისთვისაც. NASA კომპანია Sandoz პარტნიორად მიიჩნევდა, მაგრამ სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ვარაუდს, რომ Blue Origin-ი შეიძლება უბრალოდ მოტყუება იყოს. ბევრს პირდება და ცოტას ასრულებს. ეს უბრალოდ რაკეტის მარცხად არ ჩაითვალა. მან გაანადგურა ინფრასტრუქტურა, რომელიც მომავალში რაკეტების გაშვებისთვის იყო საჭირო. მოულოდნელად, გაშვების მთელი გრაფიკი აირია და ყველა ბრალდება პირდაპირ Jeff Bezos-ისკენ იყო მიმართული. კომპანია ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მუშაობდა ნელი მეთოდური ინჟინერიის პრინციპით, თითოეული ნაბიჯის 2 მაგი და 3 მაგი გადამოწმებით. მაგრამ ეხლა ჩანდა, რომ ნელი ნამდვილად იყო, მაგრამ მეთოდური არც ისე. ბოლოდროინდელი აპარატურის წარუმატებლობათა სერია მიუთითებდა დაუდევარ ტესტირების პროცესზე, რომელმაც სერიოზული სტრუქტურული პრობლემები შეუმჩნევლად გაატარა. და SpaceX შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს იმით, რომ უფრო სწრაფად გამიცდის მარცხს. არსებობს უამრავი ისტორია და სათაური SpaceX-ის რაკეტებზე, და ეს იმიტომ, რომ Elon Musk-ის კომპანია მუშაობს თითქოს დაუდევარი მიდგომით, რომელსაც fail fast-ს უწოდებენ. ის აგებს პროტოტიპებს და ტესტავს მათ გაშვებით ბევრად ადრე, ვიდრე ისინი მზად იქნებიან. მათი უმეტესობა ორბიტაზეც კი ვერ აღწევს. მაგრამ კომპანია სწავლობს მარცხისგან და ხელახლა აშენებს უფრო ძლიერად და სწრაფად. ეს კატასტროფები კომპანიას ცუდ PR-ს უქმნის, მაგრამ სინამდვილეში ისინი მარცხისთვის გეგმავენ და არა გეგმის გარეშე მარცხდებიან. ამ დროს Blue Origin უფრო მეტად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი საზოგადოებრივი იმიჯი. ამიტომ, როცა ის მარცხდება, ძიმედ მარცხდება. და თუ რაკეტები ამ ეტაპზე მარცხდებიან, კიდევ რას მალავს კომპანია? Blue Origin-ის პროგრამის გულში არის BE-4 ძრავა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Blue Engine 4. ეს საკუთრივ ძრავა არის თხევადსაწვავიანი სარაკეტო ძრავის ტიპი, რომელიც იყენებს თხევად მეტანს საწვავად და საფეხურებრივ წვის ციკლს, რათა შექმნას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გაშვება, რაც კი არსებობს. თავდაპირველად ის სპეციალურად Blue Origin-ის New Glenn-ის რაკეტისთვის იყო შექმნილი, მაგრამ ტესტირებისას იმდენად კარგად იმუშავა, რომ 2014 წელს United Launch Alliance-მა შეარჩია თავისი მომდევნო თაობის პროგრამისთვის. BE-4-ის ტესტირების დიდი ნაწილი მას შემდეგ ULA-ის Vulcan-ის რაკეტის განვითარებას დაუკავშირდა და ამას შესაძლოა ყველაზე დიდი პრობლემა გამოეწვია. მიუხედავად იმისა, რომ BE-4 კომპანიას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიაჩნია, მისი განვითარება ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა. შექმნიდან გაშვებამდე 13 წელი დასჭირდა, სანამ ფრენისთვის მზად იქნებოდა. შედარებისთვის, SpaceX-ის Raptor ძრავის შექმნას ფრენისთვის მზადებას მხოლოდ 7 წელი დასჭირდა. ეს ყველაფერი Blue Origin-ის მოქმედების სტილის ნაწილია. ის იძენს ფარდამჭერებს მაღალი ხარისხის პროდუქტებით, რომლებიც ხშირად ძვირადღირებული აწმულია წარმოებისთვის, რთულია მასალების მოპოვება და აქვთ რისკი, რომ ერთი წარუმატებლობა მთელ პროექტს უკან დაახევს. BE-4-ის ძრავი სერიოზულად დაგვიანდა განვითარების და ინჟინერიის პრობლემების სერიის გამის გამო საწყის ეტაპზე, რომელთა უმეტესობა გადახურებას უკავშირდებოდა. ამ ტიპის პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია მაღალი სიმძლავრის წვის სისტემებში, მაგრამ BE-4-ის სივრცულე უამრავ პოტენციურ წარუმატებლობის წერტილს ქმნის. ასევე ის საჭიროებს დიდი რაოდენობით მეთანსა და თხევად ჟანგბადს რეაქციის დასაწყებად, რომელთაგან თითოეულს თავისი მომარაგების ჯაჭვი აქვს, რაც წარმოების პროცესს ანელებს. ამიტომ საწვავის ან ტექნიკის მცირე დაგვიანებაც კი თელ წარმოების პროცესზე აისახება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა სერიოზულ რისკებს ქმნის. ამჟამად BE-4 ძრავაზე დიდი მოთხოვნა, რადგან თითოეულ ვულკან რაკეტას 2 BE-4 სჭირდება. New Glenn რაკეტას კი 7 სჭირდება, რომლებიც ყველა ბოლო აფეთქებაში დაიკარგა. ძრავი ალაბამაში იწარმოება და წარმოების გაზრდა მოულოდნელი დეფიციტის დასაფარად ადვილი არ არის. რადგან Blue Origin-ს ასევე კონტრაქტები აქვს ULA-სთან, მას უწევს ჯერ გარემოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სანამ საკუთარი რაკეტების ჩანაცვლებაზე ფოკუსირებას შეძლებს. ეს ქმნის barriers, რომელიც უკვე გადადებულ მისიებს კიდევ უფრო უკან გადააწევს. და ეს საფრთხეს უქმნის მთლიან ამერიკულ კოსმოსურ ინდუსტრიას. Blue Origin-ის მოთხოვნა უმაღლესი დონის ხარისხის მიმართ მას რთული მიწოდების ჯაჭვის ამარატოვებს. შეცდომისთვის თითქმის ადგილი არ რჩება და იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფება, სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან კონკურენტები და პარტნიორები წინ მიიწევენ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს Blue Origin-ზე, რომ თავისი უახლესი ხომალდი ისევ აამუშავოს. ამდენი პრობლემის ფონზე, როგორ მიიღო მან NASA-ს კონტრაქტი საერთოდ? Jeff Bezos-ი ახლა შეიძლება ახლოს იყოს NASA-სთან, მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა.
2021 წელს ბეზოსმა სასამართლოში უჩივლა მთავრობას და იბრძოლა აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების ოფისთან. მან იდავა, რომ NASA-მ უსამართლოდ მიანიჭა უპირატესობა SpaceX, როცა ილონ მასკის კომპანიას მთვარის დასაფრენი მთავარი კონტრაქტი გადასცა. ეს საჩივარი ავიაკოსმოსურ კომპანია Dynetics-თან ერთად შეიტანა, მაგრამ ოფისმა დაადგინა, რომ NASA-ს შეფასების პროცესი სამართლიანი იყო და მას სრული უფლება ჰქონდა SpaceX-ი აერჩია. ეს Jeff Bezos-ისთვის სერიოზული დარტმა იყო და მას სწრაფად აღდგენა სჭირდებოდა. SpaceX-ის კონტრაქტი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი იყო, რომლის ღირებულებაც 2.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსები თავდაპირველად ელოდნენ, რომ NASA კონტრაქტს ორ სხვადასხვა კომპანიას გადასცემდა, მაგრამ კოსმოსური პროგრამისთვის ნაკლები დაფინანსების გამო NASA-ს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია. Blue Origin-ი დამარცხებული გამოვიდა. ეს პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ Blue Origin-ი საინჟინრო ბრძოლას აგებდა. ამ ეტაპზე SpaceX საზოგადოებრივი ნდობა ნაკლები ჰქონდა, რაც დიდწილად მასკის საკამათო პიროვნებას უკავშირდებოდა, მაგრამ კომპანიას ჰქონდა გამოცდილება, რომ პროექტები ბიუჯეტზე ნაკლებად და ვადაზე ადრე დაესრულებინა. თუ ბეზოსი საინჟინრო ბრძოლას ვერ მოიგებდა, ლობირების ბრძოლას მოიგებდა. Jeff Bezos ამჟამად დაახლოებით 254 მილიარდი დოლარის ქონება აქვს, რაც ძირითადად Amazon-ში 8.2%-იან წილს უკავშირდება. ეს მასთვის უზარმაზარ ხარჯებს უმნიშვნელოდ სტომილებად აქცევს. და ტექნოლოგიური პლუტოკრატი არ ერიდება ფულის ხარჯვას, როცა გამარჯვება სურს. Blue Origin as history preaked this are getting at შესაძლებლობას რომ წარმატებული ბიზნესმენიდან ისტორიულ ლეგენდად იქცეს. იმისთვის რომ ეს ცვლილება უზრუნველყოს, ის მხოლოდ კომპანიის ლობირებაში დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ხარჯავს და ეს კიდევ უფრო გააძლიერა მას შემდეგ, რაც 2021 წლის მთავარი კონტრაქტი დაკარგა. ეს მალე შედეგიც გამოიღო. ბეზოსმა კონკრეტულად NASA-ს ეკიპაჟის მთვარეზე დაშვების სისტემის ბიუჯეტური ხაზები ამოიჩემა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და კრიტიკული სისტემაა ეკიპაჟის მთვარეზე დასაფრენად. მაგრამ მას შემდეგ, რაც SpaceX-მა კონტრაქტი 2021 წელს მიიღო, ფინანსების ნაკადი თითქოს შეწყდა. გარდა იმისა, რომ ბეზოსის სარჩელის გამო NASA-ს წინააღმდეგ SpaceX-ის კონტრაქტზე მუშაობა ფაქტობრივად 7 თვით შეჩერდა. რამაც პროექტი გრაფიკს ჩამორჩა. ეს ნიშნავდა, რომ კოსმოსური პროგრამის გრაფიკზე შესანარჩუნებლად NASA-ს სჭირდებოდა სარეზერვო ვარიანტი, რომელიც დაუყოვნებლივ საქმეში ჩაერთვებოდა. და გამოიცამით, ვინ ჩანდა ყველაზე უსაფრთხო არჩევანად. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პოლიტიკური ნაბიჯი კერძო კოსმოსურ ფრენებში. მას შემდეგ, რაც Blue Origin-მა დიდი კონტრაქტი დაკარგა, უბრალოდ ხელი არ ჩაიქნიეს. მან გადაწყვეტილება სამართლებრივი გზებით გაასაჩივრა, რის შედეგადაც პროცესის ზოგიერთი ნაწილი შენელდა, სანამ დავა მიმდინარეობდა. ამავე დროს კომპანიამ გააძლიერა ლობისტური ძალისხმევა და არგუმენტად წამოაყენა, რომ ის კვლავაც იყო მთავრობის მისიებისთვის უფრო ძლიერი, გრძელვადიანი პარტნიორი. ეს გაამართლა. Blue Origin's Sam Certainly 8 მილიარდი დოლარი გადაეცა სარეზერვო მთვარის დასაფრენი მოდულის ასაშენებლად. ეს კონტრაქტი უფრო დიდი იყო, ვიდრე მის უშუალო კონკურენტს ჰქონდა. Blue Origin-მა ფაქტობრივად ფულით გაიკვალა გზა კოსმოსურ რბოლაში და ეხლა მას შედეგის ჩვენება მოუწევდა. როდესაც ასეთ დიდ ინვესტიციას იწყებ, შეცდომისთვის ძალიან ცოტა სივრცეა. Blue Origin-ისგან ელოდნენ შედეგს და თანაც ძალიან სწრაფად. აშკარად ასე არ მოხდა. პროექტი უკვე ჩამორჩებოდა გრაფიკს, როცა 2026 წლის კატასტროფა მოხდა და პროგრესი თითქმის შეჩერდა. NASA-ს გენერალური ინსპექტორის ოფისი, რომელიც პროგრამის ბიუჯეტსა და დაფინანსებას აკონტროლებს, 2026 წლის ანგარიში დეტალურად შეისწავლა შედეგები. აღმოჩენების სასიამოვნო არ იყო. Blue Origin NASA-s pools არ შემოაქვს. სინამდვილეში ის ყოველდღიურად გფითავთ. ყოველი დაგვიანებული თვე არტემისის პროგრამაში გადასახადის გადამხდელს დაახლოებით 100 მილიონი დოლარი უჯდება მხოლოდ იმისთვის, რომ კოსმოსური გაშვების სისტემა და ორიონის აპარატურა შენარჩუნებული და მზადყოფნაში იყოს. ეს მხოლოდ ერთი რაკეტა არ არის. ეს არის მჭიდროდ დაკავშირებული სისტემა, რომელიც მოიცავს მომზადებას, ტესტირებასა და ინფრასტრუქტურას და ყველაფერი სინქრონულად უნდა მუშაობდეს. თუ ერთი ნაწილი შეფერხდება, მთელი სისტემა მაინც ფონურად მუშაობს. ამ დროს კი ფული იწვება და ყველაფერი იწყება გაშვების სისტემით. ზუსტად იმ წერტილში, სადაც ყველაფერი არასწორად მიდის. Blue Origin-ისთვის შეძლებს თუ არა ის ფეხზე წამოდგომას, თუ ელონ მასკი მოიგებს კოსმოსურ რბოლას. SpaceX შეიძლება მეტი მარცხი კონდეს, მაგრამ Blue Origin-ის მარცხები უფრო კატასტროფულად აღიქმება. ამჟამად Blue Origin-ის რეპუტაციის მომავალი ძლიერ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს კომპანია მუშაობის აღდგენას. ფედერალური მთავრობისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დიდი პრობლემა არ არის. მაგრამ თუ შეფერხებები გააგრძელდება და Blue Origin-ი ვერ აჩვენებს იმ პროგრესს, რასაც ელიან, მოთმინება შეიძლება ამოიწუროს. როგორ მოხდა, რომ ყველაფერი ასე არასწორად წავიდა? როგორ მოხდა, რომ კომპანიამ, რომელსაც შეუზღუდავი ფინანსები, უზარმაზარი სამუშაო ძალა და ინოვაციების ისტორია აქვს, ასეთი პრობლემები მიიღო? Amazon იქცა იმ ძლიერ კომპანიად, რაც დღეს არის, იმიტომ რომ მან უკეთესი გამოსავალი შექმნა. ბეზოსმა შეხედა საცალო ვაჭრობის დანაწევრებულ სამყაროს, სადაც ყველა თავის სტილზე იბრძოდა და გააცნობიერა, რომ მას შეეძლო გამხდარიყო ყველაფრის საცალო ვაჭრობის მეფე.
პირველად მან სამიზნედ ციგნების მაღაზიები აიღო, შემდეგ კი გადავიდა უნივერსალურ მაღაზიებზე, სანამ არ შექმნა ონლაინ მიწოდების ისეთი ძლიერი ქსელი, რომ ყველას მისი გავლით უწევდა მოქმედება. ეხლა ეს გაერთიანებულია MediaXL-თან და გამოწერის სერვისთან, რომელიც იმდენად მასშტაბურია, რომ ახლოსაც კი არავინ უდგას კონკურენტად. ეს სწორედ ის ნელი მეთოდური დომინაცია, რაც Amazon-ს ესეც წარმატებულად აქცევს. მაგრამ გამოდგება თუ არა ეს ავიაკოსმოსურ სფეროში? ასე არ ჩანს. ირონიულად, მთვარეზე რბოლაში ჩანს, რომ ჯეფ ბეზოსი ყველაფერს ძველი სკოლის პერსპექტივიდან უდგება. სანამ SpaceX სიხარულით აფეთქებს რაკეტებს და ნამსხვრევებიდან სწავლობს, Blue Origin იმ ძლიერი 1990-იანი წლების ავიაკოსმოსური კომპანიების მოდელს მიხვება, რომლებმაც NASA-ს რაკეტები მიაწოდეს. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ უკეთესი რაკეტის გაყიდვაზე და კონკურენტების ბაზრიდან გაძევებაზე მონგებიანი კონტრაქტების მიღებითა და საუკეთესო ინჟინრების გადაბირებით. მაგრამ ასეთი დომინირება რთულად მიიღწევა და ადვილად იკარგება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Blue Origin-მა თავისი წამყვანი ინჟინრების მუდმივი გადინება განიცადა. ეს მოიცავდა ინჟინრების მასობრივ წასვლას მაშინვე, მას შემდეგ რაც მათ მთვარის ლენდერის კონტრაქტი SpaceX-თან წააგეს. უფრო შემაშფოთებელია ის, რომ კომპანიამ გადაწყვიტა 1000-მდე თანამშრომლის, ანუ თავისი მუშახელის დაახლოებით 10%-ის გათავისუფლება New Glenn-ის სადებიუტო გაშვების შემბის შემდეგ. კომპანიამ ეს წარმოადგინა როგორც სტანდარტული რესტრუქტურიზაცია, რადგან ის გადადიოდა საწყისი დიზაინიდან და ტესტირებიდან, მაგრამ ეს იყო შემაშფოთებელი ნიშანი და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ნაადრევი იყო. ბოლო მოვლენები მიუთითებს, რომ საბოლოო პროდუქტი ჯერ კიდევ ძალიან არასაიმედოა. და მათთვის, ვისაც საუბარი თავისუფლად შეუძლია, სურათი არც თუ სახარბიელოა. კომპანიას უარყოფითი შეფასებები აქვს მიღებული მიმოხილვების პლატფორმებზე, როგორიცაა Glassdoor და Indeed. სამუშაო გარემო აღწერილია როგორც ინტენსიური, ძალიან კონკურენტული და ხისტი შედეგების შეფასებებით. ამან გამოიწვია ის, რომ კომპანიის კორპორატიული კულტურა შეადარეს Amazon-ის საწყობს, სადაც მკაცრი კვოტების სისტემა დომინირებს. და ეს შეიძლება მისაღები იყოს შრომის მოყვარე საწყობის თანამშრომლისთვის, რომელსაც სამსახური სჭირდება, მაგრამ ნაკლებად მისაღებია მაღალკვალიფიციური და მოთხოვნადი ინჟინრისთვის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ სფეროში მუშაობს. არსებობს რაღაცები, რასაც უბრალოდ ფულით ვერ გამოისყიდი. ჯეფ ბეზოსმა Blue Origin კოსმოსური რბოლის ეპიცენტრში მოიყვანა, მაგრამ ეს ძირითადად იმ ტაქტიკებით გააკეთა, რომლებმაც Amazon შექმნა. ეს მეთოდი პროცესის პირველ ეტაპზე გაამართლა, მაგრამ შეძლებს კი ის ამით საბოლოო მიზნის მიღწევას. დიდი ტექნოლოგიური კომპანიების კულტურა კონკურენტუნარიანობას აფასებს, მაგრამ ამავდროულად ახასიათებს ბიუროკრატია, რომელიც უამრავ დოკუმენტაციასა და სასამართლო დავებზეა დაფუძნებული და ხშირად წარმატებას ახდენს არა იმიტომ, რომ სხვებზე სწრაფად ვითარდება, არამედ იმიტომ, რომ კონკურენტებს ანელებს. თუ კომპანიამ ვერ შეძლო თავისი სამუშაო გარემოს რეპუტაციის გაუმჯობესება, შეიძლება ისეთ დაბრკოლებას წააწყდეს, რომელსაც ფულით ვერ გადალახავს. თვინების გადინება. კომპანია ნელ-ნელა შიგნიდან ელპება, მაგრამ რას ნიშნავს ეს მთლიანად კოსმოსური რბოლისთვის? ჯეფ ბეზოს იდეალური გეგმა ჰქონდა. მან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობლად ეფექტური ტექნოლოგიური კომპანია ისტორიაში. მას კარგად ესმოდა, როგორ აეშენებინა რაღაცეები და სტაბილური ლიდერი იყო, განსხვავებით სულ უფრო არასტაბილური ილონ მასკისგან. მარტივი არ იყო იქამდე მისვლა, მაგრამ მან შეძლო მთავრობის დარწმუნება, რომ სერიოზულად დაეფინანსებინა მისი კოსმოსური სტარტაპი. მან მონოპოლია შექმნა რამდენიმე კრიტიკულ სფეროში, რომელთა გარეშეც შემდეგი დიდი გაშვება ვერ განხორციელდებოდა. არაფერია უფრო მომგებიანი, ვიდრე ერთ წერტილში მიწოდების სისტემა და არაფერია უფრო დამანგრეველი, როცა ის ვერ მუშაობს. რადგან ის უკვე აღარ ეჯიბრება მხოლოდ ილონ მასკს, როგორც ამერიკის კოსმოსური პროგრამა მთვარეზე დასაბრუნებლად ემზადება, ჩინეთი უპრეცედენტოდ აძლიერებს თავის სახელმწიფო კოსმოსურ პროგრამას და თვალი აქვს მთვარესა და მარსზე. ამჟამინდელი საუკეთესო შეფასებით, Blue Origin-ის კატასტროფამ ეკიპაჟიანი მისია მინიმუმ 1 წლით გადადო. საუკეთესო შემთხვევაში გაშვება სავარაუდოდ 2028 წელს მოხდება. ჩინეთის კოსმოსური პროგრამა მკაცრად გასაიდუმლოებულია, ამიტომ ზუსტად შეუძლებელია ვიცოდეთ, რამდენად ახლოს არიან ისინი მიზანთან. მაგრამ თუ ისინი პირველები გაუშვებენ წარმატებულ მისიას, Blue Origin-მა შეიძლება მხოლოდ ფული კი არ დაკარგოს. მან შეიძლება შეერთებულ შტატებსაც დააკარგვინოს შემდეგი კოსმოსური რბოლა. ამერიკა ამ ახალ ბრძოლაში შერის კომპრომეტირებული და ძლიერ დაგვიანებული რაკეტების ინფრასტრუქტურით და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის სურვილის ბრალია, რომელსაც სურს კოსმოსური ფრენები ისე დაიფხროს, როგორც საცალო ვაჭრობა დაიფხრო. და როგორც დომინოს ქვების ჯაჭვი, ჯეფ ბეზოსის მისწრაფებამ შეიძლება შეერთებულ შტატებს კოსმოსში დომინაცია დააკარგვინოს. როდესაც კოსმოსური რბოლა უფრო და უფრო მძაფრდება, ყურადღება მთვარეზე მიღმა გადადის და ამ პროცესს ერთი ადამიანი ხელმძღვანელობს. მაგრამ ელონ მასკი ამას მთელი კაცობრიობისთვის აკეთებს. ამ ვიდეოში გაიგებთ, ქმნის თუ არა SpaceX სამყაროს მხოლოდ ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვის.